ქართულმა ოცნებამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან ერთად ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ დევნა დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის შესახებ ღიად საუბრობენ TV პირველთან ის ჯარისკაცები, ქართველი მეომრები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამის ნათელი მაგალითია ქართველი მეომარის ლაშა რუხაიას ისტორია, რომელიც არის ომის ვეტერანი, ის მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ის შავსიაში შეიყვანა რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა, მის წინააღმდეგ ძებნის ოპერაცია გამოაცხადა და ამის პარალელურად ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დევნის და ჩაგვრის ობიექტი აღმოჩნდა. ლაშა რუხაია ამბობს, რომ სუსი პირდაპირ ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრებს, შვილის მოკლით ემუქრებოდა და ის იძულებული გახდა შემდგომ საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა. მთავარი, რასაც ლაშა რუხაია გვიყვება, იყო ის, რომ პირდაპირ მისი ოჯახის წევრს მეუღლეს გაუგზავნეს შვილის ფოტოსურათები სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა და უთხრეს, რომ თუ კი ის არ გაჩერდებოდა, არ შეწყვეტდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, მაშინ ემუქრებოდა ოჯახის წევრების ლიკვიდაცია. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ასევე სხვა სამხედროები, ქართველი მეომრები გვიყვებიან იმავე ისტორიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არათუ დაინტერესდა ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობით, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა შავსიაში მოახვედრა, არამედ პირიქით მათაც დაიწყეს დევნა ქართველი მეომრების წინააღმდეგ. ამიტომ როგორც ჩვენთან საუბრისას სამხედრო პირები აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება სწორედ ერთად მოქმედებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან ერთად და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის მუქარა, რომელიც დაანონსეს ახლა ქართველი ჯარისკაცების გადაცემასთან დაკავშირებით სისრულეში მოიყვანონ და ფაქტობრივად ისინი ქართულ ოცნებას ღალატში ადანაშაულებენ. მე ჩემ ქვეყანაში, როდესაც ძებნაში გამომაცხადა რუსება და 24 წელი მომისაჯეს, ერთხელაც არ დაურეკია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან თუნდაც რომელიმე სტრუქტურას, ან თავის მოქალაქეზე გამოეკითხა, ანუ რა პრობლემა ჰქონდა, რატომ ეძებდნენ, პირიქით აქეთ მდევნიდნენ და აქეთ მუქარები იყო ჩემ მეუღლეზე ბავშვის შვილის სიკვდილით მემუქრებოდნენ. ყველაფერი შენახული და ამიტომ მომიწია ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ უსაფრთხოდ მაგერ ვზნობდი მე ჩემ თავს. სუსის თანამშრომლები, რომლებიც ჩუმად უღებდნენ ახალგაზრდებს ნიღბებში, ვინც იყო, რომლებიც მე ამოვიცანი ნიღბებში, ზუსტად ის პიროვნებები ჩემ მეუღლეს წერდნენ, ჩემი შვილის ფოტოები ჩაუგდეს და უთხრეს, რომ ან შენი ქმარი გააჩერე თუ არა და შენი შვილი ვიცით რომელ სკოლაში სწავლობს და რაღაცა 11 წლის ბავშვით მემუქრებოდნენ. თურმე ჯარისკაცები, პოლიციელები, რიგითები, სერჟანტები, დაბალი რანგის ოფიცრები, რომლებიც ასრულებდნენ ბრძანებას, თურმე ამათ დაუწყიათ ომი და რომელი სახელმწიფო ნახენ მაგენმა ამ გაუნათლებლებმა, რომელი სახელმწიფო ნახენ, რომ თავის ქვეყანაში იწყებს ომს, ხო? ძალიან ცუდი ამბები მოყვება ამ ყველაფერს. ფაქტიურად დევნაა გამოცხადებული. დაუსწრებლად სასჯელისა აქვთ მისჯილი ჩვენ მეომრებს, ისე რომ არ მიგვირს და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობაც არ მიგვირს, იმიტომ რომ ფაქტიურად ასრულებენ რუსეთის დირექტივას. და არაერთხელ გაუჟღერებია ღარიბაშვილს ზუსტად ის ნარატივი, რასაც აცხადებს რუსეთის სპეცსამსახურები, რომ დაკირავებულები ვარ და ესეთი რიტორიკა ახასიათებს სწორედ რუსეთს და არაერთხელ გაჟღერებულა ეს საქართველოში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჩვენთან საუბრისას პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის სირცხვილი, როდესაც მართველი ძალა ქვეყნის საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ეს უკვე არის შავი ლაქა, რაც ხდება იმ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ და ახლა თია წულუკიანის ხელით პირდაპირ ისინი ცდილობენ შეასრულონ რუსული დავალება. თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ღალატის ტოლფასი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს.